მოგესალმებით პირველ რიგში ყველას, როგორ ხართ გოგოებო? ჩვენთან დღე ცოტა გვიან დაიწყო. დღეს რაღაცნაირ ხასიათზე გავიღვიძე მართალი გითხრათ. ცოტა მოვიქეცი. ბავშვებიც არ გავუშვი სკოლაში, არც ერთი. ჯერ ერთი ძალიან ციო და კარიც იყო, თოვდა, ასაშნელი სუსხი და მართლა რაღაცნაირ განწყობაზე ვიყავი. იყო კიდე პატარ-პატარა მიზეზები, რამაც უფრო მეტად მომანდომა, რომ დღეს ბოლომდე სახლში ყოფილიყავი და ცხვირი აღარ გავიყო გარეთ. თან უფრო თამამად იმიტომ მივეცი საკუთარ თავს აი ამის ჩადენის უფლება, რომ რეალურად წლის განმავლობაში ალბათ ერთი ხელის თითები მეყოფა, სულ რამდენჯერ აქვთ გაცდენილი. სემესტრი ისე მთავრდება, შეიძლება 5 ჯერ ან გქონდეთ განაცდენი და ან არა. თან რადგანაც ჩვენი სკოლა რემონტდება უკვე 2 წელიწადია. არა და არ ეღირსა დასრულება, მე რამდენად გადაგვაგდეს. მე რამდენად გადაგვაგდეს უკვე, აი ახლა აი საახალწლოთ, აი გაზაფხულზე, მაგრამ ვერ და ვერ. მაგრამ არა უშავს ახალი წლიდან, ანუ ახალი სასწავლო წლიდან 100%-ით შევლენ და რეალურად სკოლა ცხვირწინ გვაქვს. მეც დავისვენებ და ბავშვებიც თავისთავად, იმიტომ რომ საკმაოდ დამღლელია და არც ისე მარტივია სიცივეში. წასვლაზე უნდა ელოდო, მოსვლისას უნდა დაელოდო. თან ამ სიცივეში განსაკუთრებით რთულია ხოლმე ცუდია მინდი როდესაც არის. ერთად არც არიან ერთ სკოლაში, უფროსი სხვა სკოლაშია, პატარა სხვა სკოლაშია და მოკლედ მართლა გადავიღალეთ რეალურად, მარტო მე არა, ყველა. იმედია მალე გვეშველება. სარეცხი ხო არასოდეს ილევა სახლში. დილით პირველ რიგში ცოტა თავს მივხედე. მე პატარ-პატარა საქმეები მოვაგვარე, ისეთი არაფერი მქონდა დიდად. ბავშვების ტანსაცმელი იყო ერთი ხელი, ან გუშინ რაც ეცვათ და რაც გაიხადეს მხოლოდის და ესე სხვათა შორის არიან ადამიანები, რომლებიც აგროვებენ ხოლმე და რომ დავფიქრდეთ რაღაცნაირად ალბათ უფრო სწორიც არის. არ ვიცი, მაგრამ მე ვერ ვიტან, საშინლად ვერ ვიტან. აბაზანაში თუნდაც რაღაც რომ გდია გასარეცხი და ვცდილობ ხოლმე რომ რაც შეიძლება მალე მოვიშორო თვალიდან. ხო, შეიძლება რომ 2 დღე არ გარეცხო მაგალითად და მე რო გადაარჩიო და დაიწყო მესამე დღეს რეცხვა თუნდაც. არა, არ შემიძლია რა გავაკეთო. იგივეს ვიტყოდი თუნდაც გამშრალს არეცხზე, დარეცხილს არეცხზე, დასაკეცად რომ აქვთ ხოლმე დაგროვებული. და მე ესე გემრიელად რომ სხედან და ახარისხებენ და აწყობენ, ალაგებენ, აი არაფრით არ შემიძლია, ვერაფრით ვერ ვაჩერებ. გარეთაც როდესაც ვაშრობდი ხოლმე, თავისთავად როდესაც გამოთბება და ზაფხულში ისეც გარეთ გავაშრობ, რა მინდა ხო საშრობი. აი გარეთაც როდესაც ვაშრობდი ხოლმე, იქვე ვკეცავდი, სახლში არ შემომქონდა დასაკეცი. ეგეთი ჩვევა მაქვს. რას ვიზამთ, ყველას გვაქვს ჩვენი წიგები. თუმცა დროთა განმავლობაში და რაღაცა პერიოდულად ძალიან ბევრი რაღაც მეცვლება სხვათა შორის. აი ბევრ რამესთან მიმართებაში დამოკიდებულებებიც მეცვლება, გემოვნებაც მეცვლება, განწყობაც და აი ძალიან ვიცვლები უგრძნო. და მაინც სამზარეულოა ის ადგილი, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებს ალბათ ქალი. როდესაც სასწრაფოდ მაქვს ხოლმე სახლი დასალაგებელი, აი უცბად რომ წყობში უნდა იყოს ყველაფერი, პირველ რიგში ვეცემი ხოლმე სამზარეულოს და აბაზანას. სხვა დანარჩენს მიაწყნარებ და ჩანდაბას რაღაცნაირად გახვალ ხო. და სასწრაფოდ როცა გჭირდება დალაგება და სასწრაფოდ სახლს ხო იცით რა ალაგებს? სტუმარი, რა კია რომ მოულოდნელი სტუმარი. ხო და სხვა დანარჩენ სიტუაციაში, აი სტანდარტულ დღეებში ყველაზე ბოლოს მოვიტოვებ ხოლმე სამზარეულოს. იმიტომ რომ ყველაზე მეტი საქმე მაინც მანდ მაქვს. ყველაფერს მოვრჩები ხოლმე და ბოლოს სამზარეულოში იზი გულიანად, გემრიელად
მივდგები და ვალაგებ. როგორ თავს ეს ნახე ეს ნახე ისე უცბად დაიწყო თოვა და თან ისე ძალიან თოვდა საერთოდ აღარაფერი ჩანდა მე ბავშვებს შეთავაზე მეთქი ეზოში ჩადით თან ჩემ თავზე მეცინებოდა ცივა და სკოლაში არ გაუშვი ბავშვები და ეზოში კი ჩავრეკე გაუხარდა ზღვათა შორის გაიხედეს ფანჯარაში და თოვდა ჩავიდნენ კარგა ხანს ითამაშეს და ამოვიდნენ გალურჯებულების სიცივისგან რომ გაცივდნენ ხმასაც ვერ ამოვიღებ გპირდებით არაფერს ვიტყვი აქ ბარემ პატარა გადანაცვლებაც მოვახდინე ანაკამდე რატომ მქონდა ესე უკუღმართულად არ ვიცი ვერ გეტყვით გონია საჯობია იქ რატომ დავიწყელო ვერ ხვდები დედა როგორ თავს ხალხო ადგილი მიყვარს ყველაზე მეტად როცა რამეს ვაკეთებ ყარაულობ ხოლმე შარი არ მოვიტანო აქვსი ვარ და ყავის დალევაც აი აქ მიყვარს ძალიან გზაზე ვინმე არ გაიპაროს უჩემოთ გაზის შესამოწმებლად დაგვადგნენ დილით რაღა დილით 12 საათი ხდებოდა და დედა და შვილები რა თქმა უნდა საღამურებით ვიყავით დავამთავრე ყველაფერი და მივადე კი უკვე იმ საქმეს რომელზეც დიდად რო არ გიждები კი იცით ვინც მიყურებთ ხოლმე სულ რომ თავպես ვაშლი არ შეხედავენ ჩემი შვილები საერთოდ ხელს არ მოკიდებენ მაგრამ თუ გაუმზადებ და გაუთლი იცოცხლე სანამ საჭმელს ვამზადებდი ჩემმა დიშვილმა დამირეკა გვანცას ვახსენებ ხოლმე ხშირად ვჭორავობდით ის ცალკე ალაგებდა კასტროლებიდან დაბრუნდა და იმას თავის საქმე ქონდა მე ჩემი ეს დგემდიელობები გამომივიდა ამასობაში კარგად ვიჭორავეთ გავცვალეთ ჩვენი ამბები ბავშვებმაც მიირთვეს და დაისვენეს რატო ავიღე ნაძვი რას ვერჩოთ ვერ იდგა როგორც იდგა ვერ ვეტეოდი ოვეტეოდი როგორღაც ცოტა მოგვემატა გამომწერებიც ძალიან მიხარია და განსაკუთრებით მსიამოვნებს თქვენი ჩართულობა და თქვენი კომენტარები აი თქვენ არ იცით როგორ მიხარია წავედი მე დაგემშვიდობებით გავაგრძელებ ჩემ საქმეს არ მოიწყინოთ ხშირ-ხშირად მოვალ ხოლმე თავს არ მოგანატრებთ